კვირა დილეშვიდობისა ჩემო მეგობრებო. დღეს ერთი კვირა გავიდა ჩვენი ერთვიანი თავგადასავალისა. ამ ერთ კვირაში რამდენი ახალი ადამიანი შევიძინეთ, რამდენი სითბო, სიყვარული. ისვისაც მადლობელი ვარ თითოეული თქვენგანის, თუ თქვენთაგანის წინაშე, ხონი თქვენგანის. ხო, ლამის დამავიწყდა დღეს 8 მარტია. და პირველ რიგში ჩემი ოჯახის ქალბატონებს და შემდეგ ყველა ქალბატონს გილოცავთ დღევანდელ დღეს. გისურვებთ ნებისმიერი ასაკის ადგილისა თუ ტერიტორიის მიუხედავად თქვენი ოცნებები, თქვენი მიზნები აგესრულებინოთ. მნიშვნელობა არ აქვს რას უკავშირდებობის, უკავშირდება და ასე შემდეგ. გისურვებთ იმას, რომ თქვენ გულში და თვალებში სულ არაფერია იმაზე ლამაზი, როცა უყურებ ადამიანი, განსაკუთრებით ქალბატონს, ბედნიერებისგან თვალები როგორ უკაშკაშებს და გისურვებთ იმას, რომ თითოეული თქვენთაგანის გულში და თვალებში ბედნიერება იყოს და უღრმესი მადლობა პირველ რიგში ჩემი ოჯახის და თითოეულ ქალბატონს იმისთვის, რომ გვიძლებთ, გვიტანთ და იმისთვის მადლობა, რომ ვინც ვართ კაცები დღეს და რაც ვართ, რაც არ უნდა მოვიტყუოთ და გავარანჯანჯლოთ, თქვენი დამასახურება უფრო მეტია ვიდრე ჩვენი. ასე რომ წავედით ახლა საქმეს მივხედეთ და გზა გამოვიაროთ. ყველას კარგი დღე და კარგი კვირა. შვილივითაა გაზრდილი თუ გინდა? აი რა. ხო, პრინციპში ხო, რა გინდა მითხარი? აქეთ გადმოსავალი კარიც ჩაგიგეთოთ, უნდა მოდი, აგერ გამოდი, მოდი. მოდი, აქეთ გამოდი, გესმის? ბალახის მჭამელთა და დინოზავრთა ოჯახის წევრი ქალბატონი პაწე. სიური მას გაიღვიძა. დაპურებულები არიან და ეხა ვირეშმაკობენ. იმედ პატარა ვირეშმაკასაც გამოუშვებ და ამათთან ერთად გავუშვებ ტყეში. ეხა გადავდენი იქეთ, რომ აქეთ ეზოში მუშაობის საშუალება მაინც მომცენ. და თქვა ისე ამათ სასახელოდ ხო აი შენზე ვლაპარაკობ ზუსტად. სახლში ძაღლი რომ მყავს 11 წელი საუბარი. ის არა ესეთი გაზრდილი ესენი რომ არიან. მე და თქმაც არ უნდა მივდივარ მომყვებიან. დავჯდები და ჯდებიან. ხوار და მეწყო ღორების გაწვნა. მოდი ბაჭი. მოდი ციუ. წადი გაყევი უფროს დებს თუ მომავალ ცოლს თუ როგორც არის. რაკნას იმათი ხმარო აღარ გაიგონა ეგრევე ჭუბი და ესია წავიდე მათთან. ხომ ზიანი ამინდია თითქოს. ნუ არ წვიმს ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ისეთი სიცივია და შემამცივნა, რომ ცეცხლის დანთება მომიწია. შეიძლება გუშინდელი დასველებიდან გამოყოლი და არ ვიცი. ხო და გურულებიო. ეხლა იფიქრეთ რა შუაშიაო, მაგრამ მინდა გაგიზიაროთ და გურულები მხიარული ხალხია ვისავესაო. თუმცა მხიარულების უკან რაღაცა მომენტები არის. აი მაგალითად სულ მეხარბებოდა ესეთი ადამიანების, ვინც გაიღვიძებენ და რაღაცას ავტომატურად შვებიან. აი საქმეს იზავენ ან სამსახურში წავლენ ან რაღაცა ეგრევე გაღვიძება, გაახილა თვალი და კარგია. მაგრამ ჩემთვის მაგალითად ყოველთვის ბრძოლა, ყოველდღიური ბრძოლაა, ყოველი ნაბიჯის გადადის წინ, ამ ვიდეოს ჩაწერის წინაც კი საკუთარ თავში მიწევდა იმ ენერგიის გამონახვა, რომ ეს გამეკეთებინა და სულ ესია. არაფერი ცუდი ამაში არაა, მაგრამ ხანდახან არის, რომ დიმიტრი უზნაძის დახმარება გიწევს იმისთვის, რომ რაღაცა განწყობა მოიპოვო, ან განწყობა იპოვო საკუთარ თავში და ასე დროს ხშირად უსმენ ხოლმე ჩემ თავს და არ ვაძალებ ხოლმე, როგორც იციან მაგალითად ადამიანებმა, რომ კაი რა დროს ეგაა. ხანდახან შეიძლება მოიწყინო და ვიღაცა მეგობარმა გითხრას, რომ რა დროს მოწყენაა ბანკში სესხი გაქვს შესატანი ან სამსახურში წასასვლელი და შენ ამ დროს საერთოდ არ გესამსახურებოდეს. კაკიშანიძეს ხო და ერთი სიტყვით. ნუ დაუჯერებთ ნურავის. საკუთარი თავის გარდა, ნუ რა თქმა უნდა რჩევები შეიძლება მოусვინო, მაგრამ მსგავს სიტუაციაში ვამბობ, არ დაუჯეროთ არავის. მეტი მოусვინეთ საკუთარ თავს, კარგად ისწავლეთ საკუთარი თავი, იმიტომ რომ არაფერი საკუთარ თავზე დიდი მტერი ადამიანს არ ყავს. მე ასე ვფიქრობ.
და რაც უფრო კარგად იცნობს საკუთარ თავს, მით უფრო იოლი იქნება მიზნისკენ სვლა ერთად, შენთან და შენივე თავთან ერთად. ეხლა ვიღაცა ფიქრობს, რომ რეებს ლაპარაკობს, რა განასხვავებს მაგას ერთმანეთისგანო, მაგრამ ვიცი ადამიანები იქნებიან, ვინც კარგად მიხვდებიან, რისი თქმაც მინდა და მინდა ყველას წარმატება უსურვო საკუთარ ბრძოლის ველზე, რადგანაც ბატონმა თევდორემ ქართულად დოსტოევსკიმ თქვა, რომ ბრძოლის ველი ადამიანთა გულებზე გადის და შესაბამისად გული იქნება, ტვინი იქნება თუ ასე შემდეგ და ყველა ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდეთ. და საკუთარი თავი შეიძლება ამ დროს ყველაზე დიდი მტერი იყოს და ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორი იყოს. ამიტომ არ ვარ გადაჭრით რაღაცეების ზახილი, მით უმეტეს საკუთარ თავთან და ჯობია მოусმინოთ, ვიმეგობროთ, ხელი ჩავკიდოთ და ისე გავაგზავნოთ გზა. ხო, ანკესი მაინც გადავაგდე იმის იმედად, რომ იქნებ რაღაცა თევზი დავიჭიროთ, ხო? როგორც ჩანს, ჩემს გუშინდელ ვიდეოს დიდი იმით ამოხმაურებით არ უყურები, ანუ იმას მიჩვეულია, რომ ჩემი მეგობრები გადახვევებით უყურებენ, მაგრამ ფილმზე არავის გამოხმაურება და ის არ ქონია და ან არ გაქვთ ნანახი და შემდეგში ნახავთ რას ორმაგაცა სიამოვნო, იმიტომ რომ პირველად ნახვის ბედნიერება გაქვთ წინ. ან ჩემი ვიდეო არ გინახავთ კარგად და არ მოგისმენიათ, თუმცა ისევ ფილმი არ გქონდეთ ნანახი და სიამოვნება მიიღოთ ნახვიდან ჯობია ვიდრე გასაგები. ასეთ ამინდებში როცა ცივა ცეცხლის გარდა ადამიანის მეგობარიც არის როგორც ნუგზარა ჩუბინიძე ეთქვა ჯერ რა ვარი სახელი არის დროჟბავი იგი არის მეგობრობა არის გაგება არის გამოვა ჩემგან იმერულის შარჟა მაგრამ არის გაგება მეგობრობა დროჟბა იგავაზრეს იქაც ის როგორც ცეპი ხათრის გულისთვის ჭრის. აი რა უშავს, იგი არის გაგება არის და იგი არის მთავარი კონვეიერი. იმ დროჟებას რო გამოუყვანე წირვა, ახლა ამაზე გადმოვედი, მაგრამ ეს ისეთი რაღაცა იქით თუ გამოგიყვანს. ხო და ძველი მესერი ხო გახსოვთ რომ ავიღეთ ამასე მოყვებოდ. გადმოვედი ბარემ ამ სტოლების პირდაპირ გავასწორებ და ესე ეს საკე ტერიტორია იქნება. ეს დანარჩენი ცალკე. აქ პატარა ნავესის გაკეთება მინდა, რომ ესენი ესე არ ეყაროს და გადახურული იყოს და ზედმეტი ნივთები და ისინი რაც იქნება, იქ შევალაგოთ ყველაფერი. და რამდენი საქმეა საერთოდ. ან ეს წყალი როდის დაწყდება. ან ირანის და იმის ომი როდნახას უნდა გაგრძელდეს, ან ანაბრებს როდის დააბრუნებენ და საერთოდ რამდენი საქმეა ქვეყანაში. დადიყავი ერთი მომახსენებაში ბატონო. კაი ბიჭი ხარ შენი პატრონი თუ გეფერებასი, ა? 16 წლის კაცი ხარ, კაცური. ხო, საჭმელი წამოგიღე კი, ვიცოდი რომ მოხვიდოდ. ო, აგერ მოჯიბეში, აი. მანდ. კაი დადეთავ. რომ ხოლმე თოვი გაგბეჯო ბადღოჯა. ყოველ შემთხვევაში ეხავ ხრედი აქ იმას რა ქვია და ამ ვითომ ბალოტიან ადგილას ამდენი ქვა სად სკვარამიდან მოვიდა აუბედურება აი ესე თეთრი ქვები შეიძლება ძინავე პატრონები მათ ჩამოიტანეს და დაყარეს მაგრამ აჰა მე მიტუასა თუმცა თქვა გაგავაჩერებს ჩვენ მსგავსი რამეები აი ესეთი თეთრი ქვები ყრიაბა გვაშინებ და კი მივასტროჩკეთ ლამაზად ეტომაცარა ესეც ასე ცოტა ხანში აკაურობა რომ მთლიანად აყვავდება და გადაყვავდება და გადათეთრდება და გადაწითლდება ყველაფერი ეს უგემრიელესი ვაშლებია მენდეთ მოვადრო და გაჩვენებთ შუადღის 2 საათია და ყავა ტროპიე ტაიმი გვაქვს რენერი სიტყვათა წყობა ხო და რა მინდა კითხოთ იმ ადამიანებს ჩემ გამომწერებს იმ ადამიანებს ვინც მიყურებთ სოფლის მეურნეობის რა პროდუქტებს ყიდულობთ ოღონდ ხილბოსტანს ახლა კიტრი პომიდორს და მას არ გულისხმობ კვერცხი ყველი ხორცი რძე
ესეთ რომელ პროდუქტებს ყიდულობთ? ეს ეხება თან განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც მაგალითად ლანჩხუთში ცხოვრობთ და ვინცაც არ გიცნობთ, იმათი აზრი უფრო მაინტერესებს, რა პროდუქტებს ყიდულობთ ყველაზე ხშირად და სად ყიდულობთ? მიჩქარე ბაბა გურული ვარ და ერთი ცხოვრება მართლა და ხომ და გავარკვიე როცხე. სახლში დაბრუნდი, სახლში. გამოიხედე მოდი. რას ეძებ მანდ? გამოიხედავს ახლა უნდა. ხედავ. ისე გერა. როზე ორივე სახლში მოძუზგეთ. მიდი. ისინი რომ მოდიან ის მიდის. თიკედან უყურებს. რა სურათია? მოდი რომეო, შენც მოდი. საწყალი ხა შეიმერება და მაინც და მაინც იმის სახლში შედის. კარი რომ მიიხურა. კარი რომ მიიხურა. ზიურა. მან არ შეხვიდე შესაწყალო შემოვა ძიურა ეხლა და გაგადეს ბდღვირს. პატარა სტოიკოსია. ერთი ჩემი მეგობარივით. ესქენი ცოტა ესქენი. ამ ცოტაობაში 5 წუთებია და მე იმდენად მივეჩვედი ლიწა ჩამოსვლას და გვიან წასვლას რომ რაღაცეები რო ავდივარ აღარ ხდება მაგალითად დრუჟბის პირები ხადრე შედარებით ადრე 5-ია დაწყებული იმედია იქნებიან რომ წამოვიღე გასალესად აღარ დამხვდა ის ხალხი 6 საათს მერე ესეც დიდი მეგაპოლისი არ იყოს ლანჩხუთი 4 საათს მერეც კი აღარა ეგეთი რაღაცეები ან მაღაზიები ნუ ეხა რაღაცა ქსელური კი ამრე ისე რომ დაგჭირდეს რაღაცეები არა ხო და ამოვედი ხა წამოუყევი და დღევანდელი დღეს ასე მიილია ქალბატონების დაბურებულია რაღაცა ძვრები გვაქვს სიურასთან და იმასთან დაკავშირებით კაი მაგი მე იყოს და ხო დავამთავრო მინდა სულთა გურულად წეგან მეზობელთან ვიყავ იქეთ გადასული ნუ ფანჩატურში მინდა სამწვადე და ის რო იყოს ბუხარივით და გრილი ღია გავაშენო აგურიდან და ადრე დამპირდა წაიღეო კაცო აქ ჩვენ ანუ დანაშელი შელობებია და რამდენიც გინდაო წაიღეო და ეხლა რო გადავედი და მეთქი აგურები და იგი გაქვს მეთქი შევახსენე ასეთი პასუხი გამცა ოჰ რაც ნახო წაიღე ახლა გაარკვიე აქვს არა აქვს რამდენი აქვს კარგია ცუდია თეთრი აგურია წითელი ოჰ რაც ნახო წაიღე ასე რომ ჩემო მეგობრებო რაც ნახო წაიღეთ იმედია კი ამ ვიდეოდანაც და ამერთი კვირიდანაც რაღაცა წაიღეთ სითბო სიყვარული მაინც უღრმესი მადლობა თითოეულ გამომწერს მნახველს და შევხვდებით ორშაბათ დილას ანუ ხვალ ყველას სასიამოვნო და მშვიდობიანი საღამო ისე ვახარ ძვირფასო მაყურებელო ხო და სახლისკენ მიმავალ გზაზე ძაღლები გამომეკიდენ ცნობილი ადგილიდან და ეხა აღარ მოყვებიან მაგრამ ერთადერთი კაცი მომყვება იქედან სახელდაგვასაც დავასახელებ აბა თუ მიხვდებით იცოდი რაღაცას რომ მოგცემდი ბოლოს მაინც არა შეხედე ხელებს შეფერ მეყურებს მელაგუდუნე შეგამომძალველო კაცო მოდი მოგცე მოდი მელაგუდუნე შეგამომძალველო კაცო ასე ძალავ ხალხს ეჭმელს არა
კაი ბიჭი ხარ.